სხვა ყველა მიმართულებასთან ერთად ამ პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია ტკბილეული. ხო, ტკბილეულზე პრინციპში არც ერთ სეზონზე არ წყდება მოთხოვნა, თუმცა ახალი წელი კიდევ უფრო დიდი, ესე ვთქვათ, მოთხოვნით და სურვილით გამოირჩევა, რომ მივირჩიოთ ძალიან ბევრი ტკბილეული. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ჩვენი შემდგომი რესპონდენტი, დონას პროდუქციას არ გააჩნია, ასე ვთქვათ, სეზონი. მათ შორის ზაფხულში, ზამთარში თუ შემოდგომას, გაზაფხულს ყველა, ესე ვთქვათ, პერიოდში არის ერთნაირად სასურველი და ხშირად ადგილობრივები სხვათა შორის ლიკა გეტყვი, რომ დონას ბათუმის სავიზიტო ბარათსაც უწოდებენ და სუბიექტური ვიქნები თუ ობიექტური არ ვიცი, თუმცა საკმაოდ დამსახურებულადაც ესეც უნდა ვთქვათ. ამიტომ ვუთხრათ მაყურებელს ჩვენი შემდგომი სტუმრის ვინაობა. თამილა ბეჟანიძე, დონას ხელმძღვანელი გვერდდება ახლა შავიზღვისპირეთიდან პირდაპირ ეთერში და ბათუმური ტკბილეულის უკვე ბრენდად ქცეული საკონდიტროს ამბებს ახლა პირადად გაგვიზიარებს. თამილა, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის, გადაცემაში ჩართულობისთვის. ჩვენი ხშირი სტუმარი ხართ და გვიხარია თქვენი ჩართულობა მუდმივად ჩვენს გადაცემაში. 2025 წელი უნდა შევაჯამოთ. ბევრი სიახლე ქონდა კომპანიას, მათ შორის ახალი გაფართოება, ფილიალები. მოკლედ, ყველა საინტერესო პროექტი გვინდა გავაერთიანოთ 2025 წლის შემაჯამებელ კითხვაში. როგორი იყო 2025 კომპანიისთვის? 2025 იყო ძალიან საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ცავზე იყო, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროსთვის, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო 2025, იმიტომ რომ უკვე 1-11 ფილიალით დავიწყეთ ოპერირება. მინდა ვთქვა, რომ როგორც აღნიშნა გამოწვევების მიუხედავად რომ შეგვენარჩუნებინა ხარისხი მუდმივად მზარდი ინგრედიენტების მუდმივად მზარდი ფასების ფონზე და შევძელით რომ დაგვეჭირა ფასები და არ მოგვემატებია და გაგვეხარებია ამით ერთგული მომხმარებელი. თამილა, რიტეილისთვის განსაკუთრებით აქტიურია წინა საახალწლო პერიოდი და განსაკუთრებით თქვენი მიმართულებისთვის, რაც უშუალოდ კონდიტერიას ეხება. აი ამ პერიოდში როგორ უყურებთ აქტიურობას, რამდენად მოიმატა საზოგადოების ინტერესმა, თუნდაც წინა წლებთან შედარებით 2024-2023-თან შედარებით რა დინამიკა იკვეთება 2025-ის მიწურულს? ახალი წელი ჩემთვის პირადად და დონასთვის განსაკუთრებული პერიოდია. ეს არის ანუ 2-3 დღეში ჩატეული ერთი დიდი დატვირთული სეზონი. წლევანდელი ახალი წელი გასული წლის ახალი წლისგან განსხვავებული იყო იმით, რომ ანუ წინა საახალწლო დღეებიც განსაკუთრებულად დატვირთული იყო კორპორატიული შეკვეთებით და კორპორატიული წვეულებებით, როგორც წინა ჩარტვებშიც აღნიშნე, გასული წელი ამით განსხვავებული იყო, იმიტომ რომ კორპორატიული წვეულებები გაუქმდა და თითქმის არ ყოფილა კორპორატიული ხალისოა ჩვენთვის მომხმარებლების აქტიურობაც განსაკუთრებით გაზრდილია წელს, ხაზ გაუსვამ ამას და წელს ამინდმაც გაგვანებიურა და მე მგონი ძალიან დიდი ხანი ასეთი სუსხიანი ახალი წელი არ მქონია როგორც წელს გვაქვს. და დაახლოებით რა პროცენტული მაჩვენებლით სხვაობაზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, რაც გაზრდილ დინამიკაში იკვეთება, ასე ვთქვათ, რიცხვებში როგორ ყარდება? კი, აი წლევანდელი წელი იყო დაახლოებით 18-20%-იანი ზრდა. უფრო მაღალია წინა საახალწლო პერიოდში, იმიტომ რომ ანუ ყოველდღიურ რიტეილს ემატება ინდივიდუალური შეკვეთები, კორპორატიული შეკვეთების გამოკლებით, რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური შეკვეთები მომხმარებლების, ამიტომ კი ზრდა საკმაოდ თვალშისაცემია. თამილა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია 2026 წლისთვისაც დაგეგმილი. რას გეგმავთ და მგონი ყველა ეთერში გეკითხებით თბილისში იქნება თუ არა? ყოველთვის ვიღებ უარყოფით პასუხს. ამასთან დაკავშირებით ხო არ არის სიახლეები? ხო არ უნდა გელოდოთ თბილისშიც? ამჯერად უარყოფით პასუხს არ გეტყვით ესე კი ბატონო, ვერ ვიტყვი რომ ეს 2026-ში განხორციელდება, მაგრამ ჩვენს გეგმებში ეს უკვე ესე კონტურულად ნახაზი უკვე არსებობს და ნახატი, ანუ ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ 2026 წელს ჩვენს პირველ და მთავარ მიზნად მაინც რჩება ის, რომ ამ ფასების ფონზე შევინარჩუნოთ გასაყიდი ფასი და შევინარჩუნოთ ის ხარისხი, რომლითაც თავი გავაცანით ჩვენს
არჩუნებთ ამ ხარისხს. ბათუმშიც გვაქვს რაღაც გეგმები, რაზე საუბარზეც ამ წუთას თავს შევიკავებ, მაგრამ ეს გეგმები რჩება ძალაში საქართველოს დედაქალაქისთვისაც. ესე იგი ექსპანსია არის 2026-ის მთავარი გეგმა, როგორც პრინციპში საუბრიდან შევიყვეთ და 26-ში თუ არა 27-ში მაინც 26-ში დავიწყებთ ამაზე უკვე სერიოზულად მუშაობას. შენი წვლილიც იქნება აქტიურობის ნაწილში ამ ბავში აუცილებლად. თქვენ ყოველთვის მახსენებთ ამის აუცილებლობას. ხო, ძალიან დიდი მადლობა თამილა, გვიხარია თქვენგან შედეგების გაუმჯობესება, ახალი გეგმების დასახვა და იმედი მაქვს, რომ დათქმულ ვადაში ეს ყველაფერი განხორციელდება და შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი სტუდიიდან საქმიან საზოგადოებას გავუზიაროთ. აუცილებლად. გელოდები ჩვენ სტუდიაშიც და თბილისშიც. გამდენ ახალწელს გილოცავთ და კიდევ ბევრჯერ შევხვდებით დარწმუნებული ვარ. მეც გილოცავთ, ჩვენც ასევე გიერთდებით. მადლობა თამილა ბეჟანიძე, დონას ხელმძღვანელი, გვერდებოდა ახლა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში.